ძალიან ექსტრემალური ვიდეოთი შემოგიერთდით ახლა, ვერც კი მოვასწარე ვიდეოს ჩაწერა და ინტერვიუსი. მოკლედ არმან ცარუკიანის ძმამ ძალიან დიდი შეურაცხყოფა მიაყენა ილია თოფურიას და პრინციპში ყველას ჩვენთაგანს და მოკლედ არ ვიცი, ძალიან სერიოზული ამბავია. დღეს ამ ვიდეოში ნახავთ ზოგადად რაფის ტურნირზე ვისაუბრებთ, ვინ შეხვდება ქართველ მებრძოლებს, ყველა მებრძოლს გაგაცნობთ, ასევე ვისაუბრებთ UFC 329-ზე, სადაც ბრუნდება კონორ მაგრეგორი და ძალიან სერიოზული მებრძოლები იქნებიან, ასე რომ ველოდებით ამ ტურნირს და რაც თავარია, რას აპირებს კონორ მაგრეგორი ამ ყველაფრის მერე. ტიპი იძახის რომ ისლამ ახაჩევს უნდა შევხვდეო და ჯასტინ გეიჯისო და ზოგადად ილია თოფურიაზე რა ხდება ამ ვიდეოში გაიგებთ, მაგრამ ყველაზე მთავარი არის არმან ცარუკიანის ძმა რას საუბრობს ჩვენზე, ამ ყველაფერს ნახავთ. იქამდე რომ შეგახსენებთ, ამ გადაცემის გენერალური სპონსორი არის კომპანია გლობალი და ბურგერ პარადაისი, ყველაზე გემრიელი ბურგერი მსოფლიოში. 29 და ეს არის ის ივენთი, რომლის ყურებაც აუცილებელია. დაწყებული პრელიმებიდან მთავარი ბრძოლით დამთავრებული კარდი უბრალოდ გიჟურია. მაგალითად, პრელიმებში UFC-ს ყოფილი ჩემპიონი რობერტ უიტეკერი ოქტაგონზე ნიკიტა კრილოვს დაუპირისპირდება. აქვე იჩხუბებს ტრეისი კორტესი, გოგონა ვისი პირადი ცხოვრება ზოგჯერ უფრო მეტ ყურადღებას იქცევს, ვიდრე მისი ბრძოლები. მოდით გურცველები ვიყოთ, მისი რეკორდი UFC-ში იდეალური ნამდვილად არ არის. 2019-დან 2023 წლამდე მან ზედიზედ 5 გამარჯვება მოიპოვა და ყველა მსაჯების გადაწყვეტილებით. შემდეგ იყო მარცხი როუზ ნამაიუნესთან, მერე ისევ მძიმე გამარჯვება და კვლავ მარცხი. მოკლედ ოქტაგონზე საქმეები ცვალებადი წარმატებით მიდის. სამაგიეროდ ურთიერთობებში მისი რეკორდი სუპერ მაგარია. მას ტოპ მებრძოლებთან სასიყვარულო ურთიერთობების გაბმა უყვარს. ჯერ ბრაიან ორტეგას ხვდებოდა, შემდეგ კი ჰქონდა რომანი ალექს პერეირასთან. თუმცა როგორც კი ტრეისი მოჯახის შექმნაზე ჩააგდო სიტყვა, ორ წონთ კატეგორიის ყოფილმა ჩემპიონმა ალექს პერეირამ მაშინვე უკან დაიხია და გაიქცა. ასევე ამ ტურნირზე აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ლუკ რეილის. ეს არის დაუმარცხებელი პროსპექტი ინგლისიდან, რომელსაც ზედიზედ 13 გამარჯვება აქვს, საიდანაც 2 უკვე UFC-ში მოიპოვა. ამ ბიჭს ძალიან საინტერესო დაპირისპირება ელის. ახლა კი გადავდივართ მთავარ ქარზე. აქ ნამდვილი სანახაობა გველოდება. კინგ გრინი ტერენს მაკინის შეეჯახება. ბრენდან როივალი კი ლანიერ კავანას შეამოწმებს. და რა თქმა უნდა, კორი სენთჰეგენი კარგი ხანია საქმეში არ გვინახია. ახლა ის რეიტინგის მეოთხე ნომერია და მე-7 ადგილოსანს მარიო ბაუტისტას შეხვდება. საღამოს თანამთავარი მოვლენამ სუბუქწონაში უბრალოდ ბომბია. ბენუა სენდენი პედი პიმბლეტს დაუპირისპირდება. ეს იქნება სტილების დაუჯერებელი ომი. კაცრი ფრანგი სპეცრაზმელი, რომელიც რეიტინგის მეხუთე პოზიციას იკავებს, ჰაიპური ბრიტანელის წინააღმდეგ, რომელიც რეიტინგში მე-6 ადგილს იკავებს. და აი საღამოს მთავარი მოვლენა. 5 წლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება ამ სპორტის მთავარი ვარსკვლავი და ლეგენდა კონორ მაგრეგორი. დიახ, ახლა ის რეიტინგებში საერთოდ აღარ არის, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ის მაქს ჰოლუეის შეხვდება, რომელიც მე-4 პოზიციაზეა. ეს მებრძოლები ერთმანეთს შორეულ 2013 წელს უკვე შეხვდნენ, მაშინ გამარჯვება მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ახალგაზრდა კონორმა წაიღო. მაგრეგორი თავისი საფერმო სტილით ბრუნდება. ის ყველას ახსენებს, რომ მის წინააღმდეგ ფსონის დადება დიდი შეცდომაა. ირლანდიელი გვპირდება, რომ მაქს მალევე დააძინებს. ამის შემდეგ კი პირდაპირ ქამრისკენ გაემართება და ჯასტინ გეიჯისა და ისლამ მახაჩევთან ჩხუბს აპირებს. თავად მოქმედი ჩემპიონი ჯასტინ გეიჯი ასეთი ამბით მხოლოდ ბედნიერია. მან უკვე განაცხადა, რომ დიდი სიამოვნებით მიიღებს ამ ბრძოლას, თუ კონორი მაქს გაივლის. გეიჯი ისედაც კარიერის დასრულებას გეგმავს, ხო და რატომაც არ უნდა ეჩხუბოს ჩამოწერილ, მაგრამ ლეგენდარულ მებრძოლს, რომელიც მას უზარმაზარ ფულს მოუტანს. გამოხვალ აიღებს ცხოვრების ყველაზე დიდ ჩეკს და მშვიდად წახვალ პენსიაზე. მით უმეტეს, რომ ილია თოფურიასთან გალიაში მეორედ შეხვედრის სურვილი აშკარად არ აქვს. მე და ბევრი ფანი დღემდე ვფიქრობთ, რომ მათ ბოლონდროინდელ ბრძოლაში რაღაცა ძალიან უცნაური მოხდა. ერთი სიტყვით თუ ჯასტინ გეიჯი ყველანაირად ეცდება ილიას არიდებას და არ მისცემს მას დამსახურებულ რევანშს, ესე იგი ყველა ჩვენი ვარაუდი და კონსპირაციული თეორია აბსოლუტურად სწორია. ცოტა ხნის წინ კონორ მაგრეგორმაერიელ ხილვანის შოუში სტუმრობისას ცეცხლზე ნავთი დაასხა და განაცხადა, რომ ჰოლუეის შემდეგ ხამარზე ისლამ მახაჩევთან ან იმავე ჯასტინ გეიჯისთან იჩხუბებს. არავინ იცის ახლა რა ფორმაშია კონორი, ტოტალიზატორებში მაქს ჰოლუე ფავორიტად ითვლება. წმინდა სპორტული კუთხით რომ ვიმსჯელოთ, მაქსმა ირლანდიელი უბრალოდ უნდა გაანადგუროს. მაგრამ თუ გავიხსენებთ ზოგჯერ ასასწაულები ხდება, როცა UFC თავისი მთავარი ვარსკვლავის ტრიუმფალური დაბრუნებით არის დაინტერესებული, აქ შეიძლება ყველაფერი მოხდეს. მინდა შეგახსენოთ სპეციალურად თქვენთვის გავაკეთე მასშტაბური დოკუმენტური ფილმი კონორ მაგრეგორის კარიერაზე მთელი 3 სერია. ასე რომ სანამ ოქტაგონზე კონორის დაბრუნებას ველოდებით, დაბეჯითებით გირჩევთ 3-ვე ეპიზოდი ჩემს არხზე ნახოთ. ამის შემდეგ კი ნოტარიუსის და ჰოლუეის ბრძოლის ყურება 100 ჯერ უფრო საინტერესო იქნება. ლინკები აღწერაში დაგხვდებათ.
შესანიშნავი ამბავი გვაქვს, ილია თოფურია საავადმყოფოდან გამოწერეს და მისი გამოჯამრთელების ტემპი უბრალოდ გასაოცარია. 14 ივნისის იმ ბრძოლიდან სულ რაღაცა 2 კვირაზე ცოტა მეტი დრო გავიდა. მისი რეგენერაციის უნარით კი ის მწვრთნელები და ექიმებიც კი აუცებულები არიან, რომლებიც მის ჯანმრთელობას აკვირდებიან. დიახ, ახალ ფოტოებში ილია მზის სათვალეებით არის, დიდი ალბათობით პატარა ჩალურჯებებს მალავს, მაგრამ მთლიანობაში ის შესანიშნავად და ძალიან მხნედ გამოიყურება. სრულიად საქართველო გულწრფელად უსურვებს მას სწრაფ და სრულ გამოჯამრთელებას. ჩვენ ყველას ერთად გვჯერა, რომ ის კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება და ამ დაბრუნების შემდეგ აღარც ერთ მეტოქეს აღარ მიეცემა ისეთი შანსი, როგორიც მიიღო ჯასტინ გეიჯიმ თეთრ სახლში. თუ გეიჯისთან რევანშზე ვისაუბრებთ, ეს ჩვენთვის ფანებისთვის იდეალური სცენარი იქნებოდა. მაგრამ რატომღაც მგონია, რომ გეიჯი უბრალოდ შეეცდება ამ ბრძოლას თავი აარიდოს, ნახოთ რა იქნება შემდეგ. დაწერეთ კომენტარებში, როგორ ფიქრობთ, შედგება თუ არა ეს რევანში, თუ ჯასტინი ილიას წინააღმდეგ მეორედ გამოსვლას ვერ გაბედავს. ამასობაში ლეგენდარული ხავიერ მენდესი, ისეთი მებრძოლების მწვრთნელი, როგორებიც არიან დენიელ კორმიე, ჰაბიბ ნურმაგომედოვი და ისლამ მახაჩევი, ძალიან თამამ განცხადებებს აკეთებს. ის დარწმუნებულია, თუ კონორ მაკგრეგორი მაქს ჰოლოუეის დაამარცხებს, მაშინ მისი შემდეგი მეტოქე ისლამ მახაჩევი გახდება და ეს ბრძოლა UFC-ის ისტორიაში ყველაზე ყურებადი იქნებაო. მენდესი პირდაპირ ამბობს, რომ კონორი სატანა არ აქვს, მათი მტრობა არსად გამქრალა, მაგრამ ასეთი გრანდიოზული ბრძოლისთვის ის მზადა აბსოლუტურად ყველაფერზე თვალი დახუჭოს. პირადად მე ვფიქრობ, რომ ისტორია უბრალოდ ადრე კონორს გამონაკლისის გარეშე ყველა დაძდებდა, რადგან ძალიან კარგად იცოდნენ ირლანდიელთან ბრძოლას უზარმაზარი ფული მოაქვს. ახლაც ზუსტად იგივე ხდება. გულწრფელად რომ ვთქვათ, თავის დროზე ჰაბიბ ნურმაგომედოვი სოფლიო მასშტაბის სუპერვარსკვლავი სწორედ მაკგრეგორის ხარჯზე გახდა. დიახ, ჰაბიბმა მაშინ გაიმარჯვა. თავისი დომინაციით მან კონორი უბრალოდ გაანადგურა. მაგრამ მოდით ვიყოთ გულწრფელები. კონორი მაშინ საუკეთესო ფორმისგან შორს იყო. მუდმივი წვეულებები, სასმელები, აკრძალული ნივთიერებები და ასეთ დაშნულ მდგომარეობაშიც კი მან შეძლო ჰაბიბის დგომში ერთი რაუნდის წარქმევა. სწორედ ამ გამარჯვების შემდეგ გახდა დაღესტნელი მებრძოლი ნამდვილად ცნობილი. და რა ხდება ახლა? ახლა ახალგაზრდა პლანეტის საუკეთესო მებრძოლს ისლამ მახაჩევს სურს ბრძოლა მისცენ, გულწრფელად რომ ვთქვათ, მუხუცის წინააღმდეგ. ეს მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს, ჰაბიბის გუნდს კოლოსალური ფულის გამომუშავება სურს. რას ფიქრობთ თქვენ? ეს ასეა თუ კონორ მაკგრეგორს მაინც აქვს რეალური შანსი, რომ კვლავ ჩემპიონი გახდეს? თუ ესეთი ამბავი მოხდება, ეს სპორტის ისტორიაში ყველაზე ხმაურიანი სენსაცია იქნება. ასე რომ მოულოდნელად ველოდებით 11 ივლისს ძალიან საინტერესო იქნება. არმან ცარუკიანის, რაფაელ ფიზიევისა და პიოტր იანის მენეჯერმა საიად აბდულრახმანოვმა თავის ბოლოდროინდელ ინტერვიუში მკაფიოდ ჩამოაყალიბა თუ რა გველოდება და რა გეგმები აქვთ მის კლიენტებს. არმანთან დაკავშირებით მან თქვა, რომ ისინი რა თქმა უნდა კამარზე არიან ფოკუსირებულნი, მაგრამ მათი ინფორმაციით ჯასტინ გეიჯი ამ წელს აღარ იჩხუბებს, ამიტომ უხმად ყოფნას აზრი არ აქვს. საიატი თვლის, რომ ახლა ცარუკიანი თავისი ფორმის პიკშია და მათი მთავარი მიზანია ჩაზ ოლივერასთან რევანშის ჩატარება, რომელშიც როგორც ჩანს, სასწორზე BMF-ის ტიტული იქნება. თუმცა თავად ოლივერა არმანთან ბრძოლით საერთოდ არ არის დაინტერესებული. ბრაზილიელმა განაცხადა, რომ მართალია ხშირად გამოსვლა უყვარს, მაგრამ თუნდაც იმავე ჯასტინ გეიჯისთან BMF-ის ტიტულისთვის ბრძოლის გამო ის მზადა მთელი წელი მოიცადოს. საიატმა ასევე ისაუბრა რაფაელ ფიზიევზეც. მისი თქმით, ფიზიევი გეიჯის გამარჯვებით ძალიან აღფრთოვანებული იყო და ახლა დიდი სურვილი აქვს მასთან ერთობლივად საწვრთნელი ბანაკი გაიაროს. თან აღნიშნავს, რომ ჯასტინის მწვრთნელი თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალია. შეგახსენებთ, რომ რამოდენიმე დღის წინ ბაქოში ფიზიევმა ბრაზილიელ მანუელ ტორესზე ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა, მან ის მეორე რაუნდის დასაწყისშივე ეფექტურად დააფინიშა. და დიახ, ამის შემდეგ აზერბაიჯანელი მებრძოლის ბევრმა ფანმა იმაზეც კი დაიწყო საუბარი, რომ ის ილია თოფურიას უნდა შეხვდეს, მაგრამ მოდით რეალისტები ვიყოთ, ამას მხოლოდ ფანები ამბობენ. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ორგანიზაცია ამ ბრძოლას არ ჩანიშნავს. ილიამ რევანში დაიმსახურა და პირადად მე არ ვფიქრობ, რომ ქართველ მებრძოლს რაიმე რიგითი ან გამსვლელი მეტოქეს მისცემენ. საიად აბდურახმანოვმა მოქმედ ჩემპიონ პიოტր იანზეც ისაუბრა. მან დაადასტურა, რომ UFC-ის ხელმძღვანელობასთან პიოტრის შემდეგი ნაბიჯები უკვე განიხილა და მისი მეტოქე ჩვენი მერაბ დვალიშვილი გახდება. ზუსტი თარიღი საიას არ დაუსახელებია, მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ დიდი ალბათობით ეს დიდხანს ნანატრი ბრძოლა ამ წელს შედგება, სავარაუდოდ ოქტომბერში აბუ-დაბის ტურნირზე. მანამდე პიოტრმა რაღაცა მიკროოპერაციები და სამედიცინო პროცედურები გაიარა და სიმართლე გითხრათ, ჩემპიონმა დასვენების დრო ძალიან გაწევა. მაგრამ რას ვიზავთ, ის ჩემპიონია, ახლა ამით სწორედ ის ქმნის. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ როცა მერაბი გაიმარჯვებს, ამ სიტუაციიდან გაკვეთილს გამოიტანს. ისიც დაიწყებს თავისთვის მხოლოდ კომფორტულ დროში ბრძოლების ზებნას და შეწყვეტს ზედიზედ ყველასთან ჩხუბებზე თანხმობას. მანამდე კი მერაბ დვალიშვილი უსაქმუროდ არზის. ის ემზადება გამოსასვლელად თავისუფალ ჭიდაობაში. ეს გრანდიოზული ტურნირი თბილისში უკვე 11 ივლისს გაიმართება და ის შეხვდება ჰენრი სეხუდოს. ჩვენ ყველამ ვიცით ეს მებრძოლი, UFC-ის ჩემპიონი 2 წონით კატეგორიაში და ასევე ოლიმპიური ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში. შვენივრად გვახსოვს მათი დაპირისპირება ოქტაგონზე. მაშინ მერაბმა უბრალოდ გაანადგურა ჰენრის სწორედ თავისი გიჟური ჭიდაობის ხარჯზე, მაგრამ
მაგრამ ახლა ისინი საჭიდაო ხალიჩაზე შეხვდებიან თბილისში, პირდაპირ ჩვენი მშობლიური პუბლიკის წინაშე. სიმართლე გითხრათ, სეხუდო ტყუილად არ ატარებს ოლიმპიური ჩემპიონის სტატუსს. ასე რომ მერაბს ნამდვილად არ გაუადვილდება, მაგრამ მე მაინც 100%-ით ვარ დარწმუნებული, ჩვენ ქართველი გაიმარჯვებს. ვუსურებ მერაბს ბრწყინვალე გამარჯვებას აქვს და UFC-ის ტიტულის უსწრაფესად დაბრუნებას. სხვათა შორის ამ ტურნირზე კიდევ ძალიან ბევრი მაგარი შერკინება იქნება, რადგან ხალიჩაზე ჩვენი სახელოვანი ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონები გამოდიან. მაგალითად, ოლიმპიური ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი ამერიკელ ჯეიკობ ვარნერს შეხვდება. ის უკიდურესად რთული მეტოქეა 2012 წელს ისიც გახდა ჩემპიონი ლონდონის ოლიმპიადაზე და ასევე მოიპოვა ბრინჯაო მსოფლიო ჩემპიონატზე. ასევე ამ ტურნირზე იჭიდავებს ჩვენი ვლადიმერ გამყრელიძე. ეს სპორტსმენი 79 და 86 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გამოდის. უკვე მოასწრო ჯილდოების კოლექციის შეგროვება, ის 2023 წლის დიდების მსოფლიო ჩემპიონის ვერცხლის პრიზიორი, ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონატების 3 გზის ბრინჯაოს პრიზიორია. მის წინააღმდეგ თავისუფალი ჭიდაობის ნამდვილი მონსტრი, ამერიკელი კაილ დეიკი გამოდის. რომ გესმოდეთ ოპოზიციის მასშტაბები, დეიკი ოლიმპიური თამაშების 2 გზის პრიზიორია, მსოფლიოს 4 გზის ჩემპიონი და ამერიკული სპორტის აბსოლუტური ლეგენდაა. ის ერთადერთი მოჭიდავეა ისტორიაში, რომელმაც ამერიკის შეერთებული შტატების ურთულესი სტუდენტური ჩემპიონატის ზედიზედ 4-ჯერ მოგება მოახერხა. თანაც ყოველ ჯერზე ახალ წონით კატეგორიაში 151-დან 165 ფუნტამდე. ეს მსოფლიოს დონის ელიტა, ასე რომ ვლადიმერს სიმტკიცეზე უსერიოზული შემოწმება ელის. ვუსურებ ჩვენ სპორტსმენს წარმატებას. ნახევრად მსუბუქ წონაში ხალიჩაზე ჩვენი თავისუფალი ჭიდაობის ლეგენდა ვლადიმერ ხინჩიგაშვილი გამოდის. მისი რეგალიები შთამბეჭდავია: რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური ჩემპიონი, ლონდონის თამაშების ვერცხლის პრიზიორი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი. ვლადიმერი ყოველთვის გამოირჩეოდა უმაღლესი საჭიდაო ინტელექტითა და ფენომენალური ტექნიკით. მას ამერიკელი მოჭიდავე კონორ ბიბი დაუპირისპირდება. ეს არის ძალიან მაგარი და გამოცდილი მეტოქე ამერიკის შეერთებული შტატებიდან. NCAA-ის ელიტური პირველი დივიზიონის 4 გზის მონაწილე და ილინოისის შტატის 4 გზის ჩემპიონი. კონორმა უსერიოზული ამერიკული საჭიდაო სკოლა გაიარა, ზურგს უკან უზარმაზარი საშეჯიბრო გამოცდილება აქვს, ახლა კი თავად არის წარმატებული მწვრთნელი და საკუთარი აკადემიაც გახსნა. ამ ტურნირზე მძიმე წონაში ნამდვილად საჩემპიონო დაპირისპირება გველოდება. ჩვენი მხრიდან გამოდის გივი მაჭარაშვილი. მისი რეგალიები თავისთავად მეტყველებს. ის 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი, ევროპის 3 გზის ჩემპიონი, მსოფლიო ჩემპიონატების 2 გზის ბრინჯაოს პრიზიორი და ევროპული თამაშების ვერცხლის პრიზიორია. აღსანიშნავია, რომ გივი უკვე გამოსულა RAF-ის ორგანიზაციაში და მაშინ მძიმე წონაში ჩემპიონის ხამრისთვის ბრძოლაში ოლიმპიურ ჩემპიონ კაილ სნაიდერს დაუპირისპირდა. მიუხედავად ფეხის სერიოზული ტრავმისა, რომელიც უშუალოდ შერკინების დროს მიიღო, მაჭარაშვილმა დაუჯერებელი ხასიათი გამოავლინდა და ნაცვლად იმისა, რომ დანებებულიყო, როგორც ამას ბევრი გააკეთებდა, ბოლომდე იბრძოლა. ამჯერად მას ძალიან მძლავრი ამერიკელი მძიმეწონოსანი ზაკ ელამი დაუპირისპირდება. ეს მეტოქე უკიდურესად საშიშია. ის იუნიორებს შორის მსოფლიო ჩემპიონის ვერცხლის პრიზიორია, NCAA-ის ელიტური დივიზიონის ოლ-ამერიკის სტატუსის 2 გზის მფლობელი და მისურის უნივერსიტეტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დომინანტი მძიმეწონოსანია, რომელსაც ანგარიშზე 100-ზე მეტი გამარჯვება აქვს. ჩვენ გველოდება ბრწყინვალე ქართული ტექნიკისა და ამერიკული დაჟინებული ძალის კლასიკური შეჯახება. თუმცა მშობლიურ მიწაზე თბილისში გამოსვლა ეს უზარმაზარი ძალა, რომელიც ფრთებს ასხამს. გივი მაჭარაშვილს უსურებს სიმშვიდეს, წარმატებას და ლამაზ დომინანტურ გამარჯვებას. მთელი საქართველო მას გულშემატკივრობთ. ამ ტურნირზე კიდევ ერთი უკიდურესად საინტერესო დაპირისპირება გველოდება არმან სარუკიანი კუად ხამიტოვის წინააღმდეგ. არმანზე ზედმეტს აღარ ვილაპარაკებ, მას ყველა მშვენივრად იცნობს და ქართველი გულშემატკივრები მას ხელგაშლილები ხვდებიან. სარუკიანი 100%-ით დააფასებს ჩვენი პუბლიკის სიყვარულს, თუ გაბედავს ჩამოსვლას. რაც შეეხება მის მეტოქეს, აქ ოპოზიციის დონე კითხვებს ბადებს. კუად ხამიტოვი არის MMA-ის მებრძოლი, რომელიც UFC-ის დონის ელიტას ახლოსაც არასდროს მიახლოებია და ძირითადად ლოკალურ ლიგებში გამოდის. მისი პროფესიონალური რეკორდი MMA-ში 25 გამარჯვება და 9 მარცხია, რაც ასეთი კალიბრის სპორტსმენისთვის რაიმე გამორჩეული ნამდვილად არ არის. მოკლედ არმანს ისევ წიწილა მისცეს, რომელიც მან უბრალოდ უნდა გაანადგუროს. რატომ არ აძლევენ სარუკიანს ნამდვილად სერიოზულ ტოპ მეტოქეებს, ნამდვილად არ ვიცი. რას ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. ახლა კი მოусმინოთ არმან სარუკიანის ძმას, რომელიც ძალიან დიდ შეურაცხყოფას გვაყენებს ზოგადად სულ ყველას. ეს ვიდეო დადო UFC ჯორჯიამ, გიორგი არის ხელმძღვანელი ამ ჯგუფის, მას Facebook-ზე აქვს ეს ჯგუფი, TikTok-ზე აქვს ეს ჯგუფი და აუცილებლად გამოწერეთ, იმიტომ რომ ეს ბიჭი სულ სწრაფად დებს ძალიან ახალ ინფორმაციებს ხოლმე. მოკლედ ახლა კიდე მოусმინოთ სარუკიანების ამ სიამაყეს. ვასაჯაროვებ აუდიო მასალას, როგორც დაგპირდით, რომელიც აბსოლუტურად ყველაფერს შეცვლის. ფოტოზე მოცემული ხალხი არიან არმან სარუკიანი და არტურ სარუკიანი, მისი ძმა, რომელიც მიწასთან გვასწორებენ
სრულიად საქართველოს და განსაკუთრებით ილია თოფურიას. მოდი სანამ აუდიო მასალაზე გადავიდოდე და იმ ექსკლუზიურ კულმინაციამდე მივართ, მინდა ნაბიჯ დეტალურად აგიხსნათ რა ხდება, რომ წარმოდგენა გქონდეთ დაახლოებით. ესე იგი, ჩემი მეგობარი ნოდარი არის ბლოგერი, რომელიც Instagram-ზე დებს საკმაოდ კარგ ვიდეოებს და ილია თოფურიაზე ჩაწერა სამოტივაციო ვიდეო, სადაც გვერდში უდგას და არმან ცარუკიანზე იყო იქ, რომ არმან ესე რატო იქცევი, არმანი რო ილიას რაღაც სისულელეებს უწევდა, მაგაზე იყო მოკლედ ვიდეო, ბევრი რო არ გავაგზავნო, სადაც დააკომენტარა არტურ ცარუკიანმა ოფიციალური გვერდი აქვს და ეს ყველაფერი შენახული მაქვს ახლა უკვე ნაბიჯ წარმოგიდგეთ ამ ყველაფერს. დააკომენტარა და ნოდარზე დააწესა ჯილდო 50,000. ვინც ნოდარს მეუყვანდა არტურ ცარუკიანს, რა ვიცი, აი წარმოვიდგინეთ, დაწესებულია 50,000. სკრინს წარმოგიდგეთ ახლავე. აი ეს იყო არტურ ცარუკიანის ოფიციალური Instagram გვერდი, რის შედეგადაც მე ჩემი ძმაკაცი ლაშა შეეხმიანა არტურ ცარუკიანს და პირიქით ძალიან ადეკვატურად, ძალიან ადამიანურად და ჰუმანურად აუხსნა და უთხრა, რომ არმან ცარუკიანის საქციელები თავისი ძმის ეს ტრეშ-ტოქსი ცდება და პირიქით არმანს რო ბრძოლა ქონდა ისლამ ახალშენთან 2013 წელს ძალიან ბევრი ადამიანი ქართველი გვერდით ედგა და ასე ვთქვათ ბალეშიკობდა არტურ ცარუკიანს, ეს ყველაფერი ლაშამ აუხსნა და ეხლა მოგასმენინებთ лашას voice. Мы же кавказцы, да, мы же уважаем друг друга. Понятно, это трэш-ток, но, брат, это не трэш-ток для меня. Вот честно тебе скажу. Когда Арман встречался с исламом, весь Тбилиси, я не скажу, что вся Грузия, весь Тбилиси, брат, за него топил. აი ამ voice-ის მერე არტურ ცარუკიანმა, არ ვიცი, ავი ნერვები მოეშალა თუ რავი, ვერაფერი ვეღარ მოიფიქრა. გადავიდა ისეთ სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, რასაც მე პირადად ვერ გავიმეორებ ერთ-ერთი და ვინც რუსული იცით, ახლა აუდიო მასალას წარმოგიდგენთ და ვინც რუსული იცით, რუსულად მოусმინეთ. ახლა წარმოგიდგენთ ორიგინალ აუდიო მასალას არტურ царукიანის, რაც გაუგზავნა ჩემ მეგობარს, რა თქმა უნდა, ოფიციალური Instagram გვერდიდან ყურადღებით მოусმინეთ. Я скажу так, если вы считаете то, что можно Илью защищать, блин, нет, честно, я зачем это все начинаю? Я не знаю, один в жопу долбится, я так скажу, а вторые думают, то, что это кумир их. Но если ваш кумир такой, и вы считаете, что это по-мужски, вот так высказываться, ну, не знаю, может, для грузинов это и нормально, вот так высказываться, да, считать, что их кумир в жопу долбится, это тоже нормально. Ну, в общем, я в принципе, кто я такой, чтобы осуждать, но если вам нравятся такие кумиры, дальше как бы сами делайте. В общем, давайте на этом дискуссию закончим. Я думаю, что она бессмысленная. Я много еще понимаю и, в принципе, понял к этому разговору.